მოგესალმებით, ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, როგორი იქნება ცეცხლის ნიშნებისთვის დეკემბრის თვე. რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გტოვებთ, განვიხილოთ დეტალურად. პირადი ურთიერთობები, ფინანსები და ჯანმრთელობა ორიოდე არკანებით. მას ასე, როგორი იქნება ზოგადი ენერგია დეკემბერში ცეცხლის ნიშნებისთვის. ჩემო ძვირფასებო, დანგრეული დაშლილი ურთიერთობებიდან, სადაც შესაძლებელია ეხლაც კი ძალიან დიდი მანძილი გაშორებდეთ პირდაპირ მნიშვნელობით, საზღვრების სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში არსებობდეთ, დანგრეული ურთიერთობები, რომელსაც იყო ფუნდამენტური ენგრავები, სადაც თითქოს პარტნიორი გარიყული იყო, აი ესეთი ადამიანის გამოჩენა ხდება თქვენს ცხოვრებაში ძალიან აქტიურად სხვათა შორის მოდის ემოციებით, მოდის თასებით, გადმდგავს აუცილებლად ნაბიჯს, რაც მოგიტანთ ნახე საკუთარი მეს ამაღლებას, შეფასების ამაღლებას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში ამ ადამიანისგან. თითქოს ელოდებით კიდეც მოლოდინის გაქვთ და ელოდეთ, აუცილებლად ელოდეთ, იმიტომ რომ აი 9 რიცხვი განსაკუთრებულად 3-9-იანი ერთად დაჭდა ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად მიაქციეთ 9 რიცხვის ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა საინტერესო ენერგია მოდის ამ 9 რიცხვში. უნდა გაგიხარდეთ, აი თითქოს თქვენი ეგო ამაღლდება, თქვენი თვით შეფასება ამაღლდება ჩემო ძვირფასებო. ძალიან კარგი იქნება. თუ ვინმესთან სასამართლო პროცესებია და აქ რაიმე სადაო საკითხებს განიხილავთ, თუ არ აქვს მნიშვნელობა ეს რას უკავშირდება, შეიძლება ეს იყოს პირადი, განქორწინების თვალსაზრისით, ან სამსახურის თვალსაზრისით, ან ნებისმიერი თუ რაიმე სასწორზე გაქვთ შემოდებული და პირდაპირ მნიშვნელობით სასამართლო პროცესებს უკავშირდება, დამოწმოთ, რომ ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის გამარჯვებები თქვენს მხარეზეა, ჩემო ძვირფასებო, მოკლედ ეს რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს, გამარჯვებები უდაოდ თქვენს მხარეზეა. მოკლედ ეს ურთიერთობები ნახეთ, სადაც არის რაღაცა ხისტი ენერგიები და აქ პარტნიორის უკან მოტრიალება ნამდვილად არის, აი დავადასტურე კიდე დამოინტერესა იქნებოდა თუ არა პარტნიორის დაბრუნება და ნამდვილად არის პარტნიორის დაბრუნება. კი ბატონო, იმიტომ რომ თქვენ ძალიან სექსუალური ქალბატონები ხართ ამ თქვენი ჯაფრქრებული ადამიანისთვის თუ თქვენთვის საინტერესო ადამიანისთვის, რომ აი ამ ენერგიას ვერაფერს ვერ უშვება უბრალოდ ფიზიკურად. კარგი, ვისთანაც არის პარტნიორი და ჩვეულებრივად ანუ ყველაფერი კარგად მიდის, იქ როგორ განვითარდება? ის რაღაცას ნახეთ თქვენი პარტნიორი თითქოს დროს და მომენტს ელოდება იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადმოდგას, ცოტა მათ დურქალად მიაჩნიხართ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ რაღაცა შიშები არის. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური ურთიერთობაა და თითქოს ჰარმონიასაც იცავთ ამ ურთიერთობაში, აქ არის რაღაცა ცოტა მტკივნეული ენერგიები. თუ არ იყო სამწუხაროდ, ამის ალბათობა არის უახლოეს პერიოდში, მაგრამ არ ინერვიულოთ ეს მაინც გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, თუმცა უფრთხილდით რა. აქ რაღაცა დამოკიდებულებებიც არის, როგორც დასალევზე, ნარკოტიკზე, თამაშზე და ასე შემდეგ, აი აკრძალული რაღაცა ენერგია, რომელსაც იზიდავს ეს ადამიანი და აი ეს სახარბიელო ენერგიას არ მოუტანს. მას კონკრეტულად თქვენ არაფერს გიშავებს ამით, მაგრამ იცოდეთ, რომ მისთვის იქნება დამანგრეველი. რაღაცა გზას განიხილავთ თქვენი ბევრი თქვენთაგანი უახლოეს პერიოდში დეკემბერში, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი თქვენთაგანი ვერ წავა ამ გზაზე. რაღაცა ხელი შეგეშლებათ. შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემა იყოს რაღაცა, შესაძლებელია ოჯახი ერეოდეს, ამიტომ ვერ მოხერხდება თქვენი ამ გზაზე გამგზავრებას, ჩემო ძვირფასებო. გირჩევდით, რომ ის ჭერი, სადაც ცხოვრობთ, აუცილებლად აკურთხეთ. მინდა რომ აი ეს ენერგიები რაღაცა არის, რაღაცა გაურკვეველი ენერგიები, რომელიც არ მომწონს და არ მინდოდა ეს ახლა მოგასაუბარი, თუმცა გირჩევთ, რომ გაწმინდოთ ის სივრცე, რომელშიც იმყოფებით, სახლის 4 კედელი, საძინებელი განსაკუთრებით, სადაც გძინავთ და ისვენებთ, ჩემო ძვირფასებო, და ურნახავთ, როგორ შეიცვლება ძალიან ბევრი ენერგია თქვენსკენ, იმიტომ რომ კუდიანი კალის ზეგავლენის ქვეშ ხართ და თითქოს ისეთი პერიოდს გადიხართ, რომ რასაც ხელი არ უნდა მოკიდოთ, არაფერი არ მიდის ბოლომდე, ან ვერ აკეთებთ, ვერ ახერხებთ, აი 100%-იანი გარანტიის შემთხვევაში შესაძლებელია ისეთი საქმე არ გამოვიდეს, სადაც აი საერთოდ არ გქონდათ მოლოდინი ესე სიტუაციების შემოტრიალების, იმიტომ რომ ეს რაღაცა უარყოფითი ენერგიები არის, ჩვენ თვალს ვეძახით, მაგალითად ჯადო წყევა და ასე შემდეგ, სამწუხაროდ ესეთი ენერგიები ბევრ თქვენთაგან ყველასთან არ არის საკურველი, ეს ხომ საჯარო გაშლა, მაგრამ არის. ამიტომ გირჩევთ, რომ გაიწმინდოთ თქვენი ენერგეტიკაც, გაიწმინდოთ თქვენი კუთხეთ სახლიც, ჭერი განსაკუთრებით იქ, სადაც გძინავთ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად მოდუნებულია თქვენი ენერგია, თქვენი სხეული, თქვენი გონება და იქ ხდება ძალიან კაფიოთ ზეგავლენა ამ ენერგიების თქვენზე. კარგი. ჯანმრთელობა რა კი ესე მენახა ჯანმრთელობა მინდა ვიკითხო ჯანმრთელობა აქ ბევრ თქვენთაგანთან ექიმის ჩარევა შესაძლებელია მოხდეს ჩემო ძვირფასებოთანა ძალიან მოულოდნელად 10 რიცხვი ცოტა ფრთხილად იყავით რა იმიტომ რომ აქ რაღაცა აი მოტეხილობებიც კასტილი ნახეთ შეხედეთ შესაძლებელია ტრამვებიც იყოს თუმით უმეტეს თუ ასეთ სათხილამურო კურორტებზე აპირებთ ვინმე გამგზავრებას განსაკუთრებით მათ აუცილებლად იყავით ძალიან დიდი სიფრთხილით
იმიტომ რომ აქ იმის ჩარევა გარდაუვალი იქნება ჩამოძვრფესებო. კარგი, კიდევ განვიხილოთ ფინანსები როგორი იქნება ცეცხლის ნიშნებისთვის, აი ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი სწავლა, განათლება, კარიერა ამ თვალსაზრისით, აი იმდენად საინტერესო ენერგიები ჩამოტრიალდება მატება და მატება, ნამატი და ნამატი, აქ ორსულობის ალბათობაც არის, ფრთხილად იყავით. აი თითქოს რაღაცა ნახეთ სცენის წინ უნდა წარსდგეთ, შესაძლებელია რაღაცა სერიოზული ცვლილებები, იმდენად სერიოზული ცვლილებები წამოვიდეს თქვენს პროფესიულ თუ კარიერულ თვალსაზრისით ჩამოძვრფესებო, რომ აი ძალიან დიდ აუდიტორიასთან უნდა გამოჩნდეთ. ძალიან დიდ აუდიტორიასთან გექნებათ შეხება, არა აქვს მნიშვნელობა ეს სად იქნება და როგორ იქნება, თუმცა ვიცი რომ ყველაფერი გამოგივათ. ყოველ შემთხვევაში აი ეს თქვენი გამოსვლა ესე სახალხოდ თუ დიდ აუდიტორიაში თუ შესაძლებელია უზარმაზარი კოლექტივში ტრიალებდეთ ჩამოძვრფესებო. საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ აქ მოდის ფინანსური რესურსების ზრდაც, მატებაც, დაწინაურებაც, ბევრად უკეთესი პერსპექტივები შესაძლებელია გამოჩნდეს. ამიტომ აი უახლოეს პერიოდში კარიერასთან და ფინანსთან დაკავშირებით უდაოდ აღმოჩნდებით არჩევანის წინაშე. კარგი, აი რას გაგაფრთხილებთ ამ შემთხვევაში, რას გვაფრთხილებს და რას ვუფრთხილდეთ? თქვენი სურვილების ასრულებამდე ძალიან ცოტა დარჩა. უძლიერესები ხართ, მიყევით მიზანს აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენთვის არ არსებობს სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ძალიან დიდ წინააღმდეგობებს გადიოდეთ დღესდღეობით, თქვენთვის არ არსებობს სიტუაცია, სადაც ვერ მოაგვარებთ, კისერს ვერ მოუგრიხავთ, ვერ დაალაგებთ, ვერ გაასწორებთ, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ, ძალიან ძლიერი ადამიანების სტატუსი მოდის, განსაკუთრებით კარიერაში და ფინანსებში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. სასიკეთო ცვლილებები იქნება თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ, ჩამოძვრფესებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.